მოგესალმებით. ამ ვიდეოში განვიხილოთ შემდეგი ეფექტი. ეხლა რა ხდება, ალბათ გინახილეთ სურათი, სადაც არის თვითონ სურათი ჩახატული შიგნით და სურათს გარეთ არის გადმოწეული კონკრეტულად რომელიღაც ნაწილი, ანუ შეიძლება 3D ეფექტსაც ქმნეს. მაგალითისთვის, აი ეს ყვავილი არის სურათი და ფოთოლი არის სურათის ქვევი, დაახლოებით აი ამ ადგილას და იქნება ეფექტი, თითქოს სურათი გადმოდის რეალურად. ანუ ეს საკმაოდ საინტერესო ეფექტია, მისი გაკეთება შეგვიძლია იგივე ცხოველების, მანქანების ან ნებისმიერ ჩვენთვის შესაძლებელი ობიექტისთვის, უბრალოდ ამ შემთხვევაში ავირჩიეთ ყვავილი და რადგან ნაკლებ არის დატვირთული და უფრო მარტივი გასაკეთებელია, იმიტომ რომ აქ ძირითადად ძალიან ელემენტარული რაღაცები იქნება შესაძლებელი, ამიტომ ასახსნელთ ეს იდეალური ვარიანტია. თორე რა თქმა უნდა თქვენ სურათებში შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი ობიექტი, რომელიც ასე ვთქვათ გადმოხრილი იქნება, გადმოწეული იქნება სურათიდან, იქნება სურათს გარეთ. ეს ქმნის 3D ეფექტს და საკმაოდ საინტერესო რამ არის. პრინციპი იგივეა აბსოლუტურად, უბრალოდ ამ შემთხვევაში ვიმუშავებთ უფრო მარტივ ობიექტზე. ატვირთული გვაქვს აქ ყვავილი და ვიწყებთ მასთან მუშაობას. პირველ რიგში რა თქმა უნდა დაგვჭირდება ახალი ლაიერის გახსნა, იმიტომ რომ ჩვენ როგორც შევთანხმდით, როდესაც სულებას ვაკეთებ სურათზე და ეს სულება არის რაღაც ემატება მას, აუცილებელია რომ გაიხსნას ახალი ლაიერი. ამისათვის ვირჩევ ლაიერი და ვხსნი ახალს. ახალ ლაიერზე ჩვენ უკვე შეგვიძლია შევღებოთ მთლიანი სურათი თეთრ ფონზე, რადგან უფრო ადვილად ვიმუშაო. ვირჩევ ფერს და ვასხავ შიგნით თეთრ ფერს. რო სურათი დავინახო, ამიტომ ჭირდება ამ სურათის დანახვაც, ჩავიყვანოთ პროცენტული მაჩვენებელი, იმ დონემდე, სადაც სურათს დავინახოთ, არ აქვს მნიშვნელობა აქ პროცენტულად. თავარია რომ სურათს მე კარგად ვხედავთ. ვირჩევ წრეს და ვხაზავ წრის ფორმის ობიექტს, რომელიც იქნება ჩემი ასე ვთქვათ საწყისი. აი აქედან ეს იქნება ძირითადი ჩარჩო, სადაც სურათი გამოჩნდება და აი ეს ფოთლები იქნება ამ სურათიდან გარეთ გადმოწეული. კარგით, ახლა ვხაზავთ ჩვენ ასეთ ობიექტს, მოვხაზოთ ჩვენი სრულისამებრ შეგვიძლია დავაყენოთ იქ, სადაც მინდა, იყოს დავუშვათ ესეთი. იყოს ესე. და შიგდა delete ღილაკის საშუალებით შიდა ფონს, ასე ვთქვათ, ვუშლით. შიდა ფონი არის დაშლილი. ამისათვის უკვე რომ შეგვიძლია მთლიანად გავათეთროთ და დავინახავთ მხოლოდ იმ წრეს, რომელიც რა თქმა უნდა გამოჩნდება. და უკვე შეგვიძლია ჩვენ ეს თითქმის მოვჭით და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩეული შედეგი. ამის შემდეგ გამორთოთ ჩვენი შექმნილი ლაიერი და მუშაობა გვიწევს უშუალოდ სურათთან. იმისათვის რომ სურათზე კიდევ გავაკეთოთ სულებები, დაგვჭირდება კანალები. გადავიდეთ და ვნახოთ ისეთი ფონი, სადაც იქნება შავი თეთრზე, ანუ ყველაზე მარტივი და სამუშაოებელი, რა თქმა უნდა, ფერებში იქნება შავი თეთრი, იმიტომ რომ სად ეხლა სხვადასხვა ფერები მაქვს, სადაც მარტო ორი ფერი მაქვს. ამისათვის უნდა ვიპოვო ისეთი კანალი, სადაც მე ეს ყველაფერი მექნება გაცილებით მარტივად. ყველას მე მგონი ჯობია red, ჩემ შემთხვევაში ეს ძალიან კარგადაა, იმიტომ თეთრი ფერი თეთრად ჩანს, შავი ჩანს. ძალიან კარგად ჩანს, ასე რომ მაწყობს მე ეს ფერი. და ამას ავირჩევ. ვაკეთებ სურათის სრულ მონიშნას, Ctrl-A საშუალებით, Ctrl-C საშუალებით ვაკეთებ მის კოპირებას. გავხსნი ახალ ლაიერს და ჩავსვა. ჩავაკოპირე. შედეგად მივიღე შავთეთრი სურათი. მაქვს ფერადი სურათის რა თქმა უნდა და მაქვს შავთეთრი სურათი. ეხლა ვიწყებ უშუალოდ შავთეთრი სურათის რედაქტირებას, იმიტომ რომ გაცილებით მარტივია ვიდრე ფერადი. შევდივარ image და ვუმატებ კონტრასტებს. აქ გვაქვს გაყოფილება ფერების, სადაც ვაკეთებ ისე რომ გამოჩნდეს მხოლოდ შავი თეთრზე. ეხლა ვაწვევი OK-ს და უკვე ვიწყებ მასთან მუშაობას კონკრეტულად. ვიწყებ გაფერადებას, მჭირდება თეთრი ფერი და რა თქმა უნდა ფუნჯი. ეხლა მე აქ რაც თეთრია, უნდა გავაფერადო თეთრად, ანუ ჩემი ობიექტი უნდა შევღებო თეთრად სულ. თავის წვეთებიანა რომ გადავიდეს ლამაზად. ამის შეღებაზე რა თქმა უნდა ცოტა დრო დაჭირდება, ამიტომ შევღებოთ მთლიანად ის ობიექტი, რომლის გადატანაც გვინდა, და რომელიც აქ არის თეთრი ფერი, რა თქმა უნდა. ესე, ახლა ყვავილის
ნაწილის შევღებეთ. ახლა გვაქვს ისეთი ნაწილებიც, რომელიც ყვავის არ ეხება. მაგალითად ეს ნაწილები. ისინი შეგვიძლია შევღებოთ შავად. იმიტომ რომ ჩვენ ისინი არ გვჭირდება. ეგ ცოტა გადავაცილეთ, ამიტომაც და ეს ნაწილები ჩვენ არ გვჭირდება. ამიტომ მისი დამალვა შეგვიძლია, ისინი არ გამოგვიჩნდება ნახატზე და ეს არც არის საჭირო. ყვავილი, მარტო ყვავილის ნაწილი. ვაკეთებ მის მონიშნას. აი ესე მარტივად მონიშნა მარტო ყვავილის ნაწილი. მე ყვავილს როგორც ხედავთ, აქ ყვავილზე გამომიჩნდა ის კოპირებული ნაწილი. ასე უნდა გავართო გვალიც და მივიღე მთლიანი სურათს, ანუ მე ახლა მჭირდება კიდევ ამის კოპირება. და გაშლის სურათზე უკვე ჩავსვო. მივიღებ ასეთ ეფექტს. ანუ გავაკეთე, რომ გადმოდის სურათიდან გარეთ. ეხლა ზედმეტი ნაწილები აქ ამას აქვს, როგორც ხედავთ, ამიტომ ხდება მათი მოცილება. იმ თეთრად შეღებეთ, გინ საშლიელი წაშალეთ, ამ შემთხვევაში მოდი თეთრად შევღებოთ. აი საშლიელი არ წაიშლება, იმიტომ რომ საშლიელი შემთხვევაში წვანი ფონს დაუტოვებს უკვე. ამიტომ საშლიელი არ გვჭირდება. და სულ ეს არის, ანუ ჩვენ მივიღეთ სურათი, საიდანაც თითქოს ყვავილი გადმოსულია თვითონ სურათიდან, ანუ ის რეალურად სურათის გარეთ არის. მე ახლა ესენი შესაძლებელია, ანუ დავამუშავებთ ამ კუთხეებს და გამოვა საკმაოდ ლამაზი რამე. ასევე შეგიძლია ესეთ ერთგვარი 3D ეფექტია, შეგიძლიათ იგივე აბსოლუტურად მარტივად გააკეთოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი. უბრალოდ მუშაობა ხდება შავ თეთრ ფონზე და ძალიან მარტივად ხდება ეს ყველაფერი. ის რო წარმატებას